გამარჯობა, დღეს გაჩვენებთ როგორ გავაკეთოთ აი ესეთი ფასების ცხრილი, რომელსაც აქვს აი ესეთი გადამრთველი. ეს გადამრთველი მაშინ არის კარგი, თუ თქვენი ყოველთვიური მომსახურების ფასი სხვა არის და ერთიანი გადახდისას წლიური ფასი სხვა არის. ამისთვის გამოვიყენებ Royal Elementor Add-ons და კონკრეტულად აი ამ ორ widgets, Pricing Tables და Content Toggles. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გაკეთდება ამ ვიდეოში ელემენტორის გამოყენებით. აქვე მინდა გითხრათ ჩემი Facebook ჯგუფის შესახებ, თუ თქვენით აკეთებთ და გექნებათ ალბათ რამე კითხვები, არ მოგირიდოთ კითხვების დასმა, ჯგუფში არიან პროფესიონალებიც და დამწყებებიც და ვეცდებით დაგეხმაროთ. თუ არ გინდათ თქვენით გააკეთოთ, შეგიძლიათ შემიკვეთოთ. აქ YouTube არხზე არის ჩემი საკონტაქტო ინფორმაცია და შეგვიძლია ჩავინიშნოთ 30 წუთიანი უფასო კონსულტაცია და ამის შემდეგ უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება. ამდენი ლაპარაკიც აღარ გვინდა, გადავიდეთ საქმეზე. გადავიდეთ ჩვენი საიტის მართვის პანელში პლაგინების განყოფილებაში და დავამატოთ ახალი პლაგინი Royal Elementor Add-ons. Elementor Add-ons. ასე. ესეთი პლაგინი არის, რომელიც დაგვეხმარება ამ ყველაფრის გაკეთებაში. დავაინსტალიროთ. ასე. ეხლა გავააქტიუროთ და გადავიდეთ გვერდზე, სადაც გვინდა ამ ყველაფრის გაკეთება. მაგალითისთვის ჩვენ გქონდეს ესეთი გვერდი. აქ შევიდეთ. გადავიდეთ ვიჯეტების განყოფილებაში, აქ ჩავწეროთ toggle, მოვნახოთ ესეთი ვიჯეტი, ჩავსვათ და აი აქ ზედა მარჯვენა კუთხეში, აი აქ დავკლიკოთ publish-ზე, შევინახავთ ამას. და ახლა ნახეთ, ჩვენ გვაქვს აი ესეთი რაღაცა, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვინდა. ხო, უბრალოდ მინდა გაჩვენოთ, რის გაკეთება შეიძლება. აქ ესე გადამრთავები არსებობს და ჩვენ შეგვიძლია აქ ან უბრალოდ ტექსტი და სურათი ჩავსვათ, დავუშვათ რაღაცა გავაკეთოთ ესეთი მარტივი, ან თუ გვინდა ჩავსვათ რამე უფრო რთული, ამისთვის უნდა გამოვიყენოთ Elementor template. აი აქ ჩავუწეროთ, რომ Elementor templates გამოვიყენებთ. აქ უნდა გვაჩვენოს უკვე გამზადებული template-ები თუ გვაქვს რამე და რა თქმა უნდა, ახლა ამ მომენტისთვის არაფერი გამზადებული არ გვაქვს, იმიტომ რომ მინდა გაჩვენოთ ამ გამზადების პროცესი. და შემდეგ აქ ჩამონათვალში რომ გამოჩნდება, დავამატებთ და ვნახოთ რა გამოგვივა. ახლა ამ ყველაფერს შევინახავ. აი ასე. და გადავიდეთ უკვე აი ამ პროცესზე, სადაც ვქმნი იმ ნიმუშს, რომელიც უნდა დავამატოთ, აქ ორი ნიმუში უნდა გავაკეთოთ, ყოველთვიური გადახდის და ყოველწლიური გადახდის. აქედან გადავიდეთ პირდაპირ მართვის პანელში, WordPress-ში გადავიდეთ. აი ასე, საიტის მართვის პანელში. აქ მოვნახოთ ელემენტორი, შეიძლება თქვენ ძველი ვერსია გაქვთ ეს რამდენიმე დღის წინ განახლდა, მაგრამ თავარია მონახოთ აი ესეთი რაღაცა, templates. აი აქ გვინდა რომ შევიდეთ. აი აქ უნდა შევიდეთ. მოვნახოთ ეს saved templates, ანუ შენახული template-ები და დავკლიკოთ აქ კონტეინერზე. აქ მარჯვენა ზედა კუთხეში ახალი template-ის დამატების ღილაკს უნდა დავკლიკოთ და დავუშვათ დავარქვათ price 1. აი ესეთი რაღაცა შეიქმნება. აქ უნდა მოვნახოთ ვიჯეტი pricing table. აი აქ დავამატებთ ამას. და გამზადებული რამდენიმე ნიმუში ვნახოთ და დავამატოთ აი ეს ერთ-ერთი ნიმუში. გვინდა დავუშვათ იყოს ესეთი. აქამდე რაც დაგვიმატა, ეს წავშალოთ და დაგვრჩება აი ესეთი რამე. აქ შევუცვალოთ მას ფერი, დავუშვათ აი უფრო თვალსაჩინო რო იყოს. აი გამზადებული მაქვს ფერი, დავუშვათ ესეთი ლურჯი იყოს და აქაც აქ ყველაფერი შეგიძლიათ შეცვალოთ, როგორც ხედავთ, ხო, აი ტექსტები, რა თქმა უნდა, ფასები, ციფრები, ანუ ყველაფრის შეცვლა არის შესაძლებელი, უბრალოდ ამაზე დროს არ დავხარჯავ, ძალიან ელემენტარული არის ეს ყველაფერი, სადაც დაკლიკავთ, იქ შეიტანთ ცვლილებას რა.
აი აქ ფერი მინდა შევცვალო, სტაილის გაყოფილებაში უნდა მოვნახოთ ბეჯი და დავუშვათ აი ესეთი ლურჯი იყოს აქაც. ამას შევინახავთ. ეს იქნება price 1, ანუ ერთი ვარიანტი გადამრთველში, დავუშვათ ყოველთვიური და რო გადართავს, ახლა შევქმნით მეორე ვარიანტს. დავუბრუნდეთ ისევ საიტის მართვის პანელს. შემდეგ ედიტორში გადავიდეთ ისევ template-ებში, ამას მთლიან გზას გაჩვენებთ, იმიტომ რომ კარგად დაიმახსოვროთ, კარგად ნახოთ ეს ყველაფერი. არსებობს, რა თქმა უნდა, setting-ებში შეიძლება გაწერო პირდაპირ იმოძრავოთ ამ ყველაფერში, მაგრამ არ მინდა ესე გავართულო, მინდა მარტივად გაჩვენოთ. აქაც ისე ვაკეთებთ ახალი template-ის დამატებაზე დავკლიკავთ, ავირჩევთ, რომ ჩვენ გვინდა კონტეინერი და დავარქვათ price 2. დავკლიკოთ აქ შექმნაზე. აქაც ზუსტად იგივეს დავამატებთ. ვიჯეტებში მოვნახავთ pricing tables. აქ დაამატებს ისევ ავირჩიოთ აი ეს, ან სხვა ნებისმიერი სხვა რამე უბრალოდ მე მინდა თან ერთნაირი იყოს, თან განსხვავებული იყოს, ეს უფრო ლამაზად გამოჩნდება. აი ასე. აქ მეტი თვალსაჩინოებისთვის შევუცვალოთ ტექსტს ფერი და იყოს ეს ფერი წითელი. აი ესეთი და აქაც ეს იყოს წითელი. აი ესეთი წითელი იყოს, რომ კარგად ჩანდეს. ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს გვერდს. ეს შევინახეთ ყველაფერი, დავუბრუნდეთ ჩვენს გვერდს, ჩვენი გვერდი არის აი ეს მთავარი გვერდი, სადაც მუშაობთ ახლა. აი ესე დავკლიკავთ. აქ უკვე დამატებული გვაქვს ჩვენ content toggle. აი ესეთი რაღაცა. თუ შეხსენება გინდათ, მოდით გაჩვენოთ მაინც როგორ გეთდება. აი აქ ჩავწერთ toggle. აი ასე. დავამატებთ ამას. და როგორც უკვე ვთქვით, იმის მაგივრად რომ ედიტორი გამოვიყენოთ Elementor template. აი ასე. აქ რო დავკლიკავთ, ნახავთ რომ price 1, price 2, ანუ ის რაც ჩვენ უკვე შევქმნით. დავამატებთ ასე, ეს ერთი ვარიანტი და მეორე ვარიანტისთვის ჩვენ გვაქვს აი აქ second-ს დავკლიკავთ. აქაც ედიტორის მაგივრად გამოვიყენებთ Elementor-ის templates. ასე. აქ მოვნახავთ price 2 ჩავსვამთ. აქ რა გქონდა თავიდან? ხო, აი ესე გამოვიდა. მარჯვენაზე და ღილაკს დავკლიკავთ publish, რაც ნიშნავს შენახვას. აი ასე. და აი აქ გადავიდეთ. გამოვიდა ეს, რაც ჩვენ გვინდა და გადამრთველიც აქვს. აი ესეთი რაღაცა. როგორც უკვე გითხარით, თუ გინდათ და რა თქმა უნდა გინდათ და გჭირდებათ ცვლილებების შეტანა, მაგალითისთვის აი აქ სევიდან რომ შევცვალოთ და დავაწეროთ ყოველთვიური და ყოველწლიური დავუშვათ, ხო? აი აქ გადავდივართ. აი აქ იქნება ყოველთვიური და შემდეგზე იქნება ყოველწლიური. აი ასე. როგორც ხედავთ, შეიცვალა. მაგრამ თუ თვითონ აი ამის შეცვლა გინდათ, აი აქ 29.59 ერთი საიტის ლიცენზია და ეს ყველაფერი, ხო? მაშინ პირდაპირ შეგვიძლია ან აქედან შევიდეთ, edit template გავაკეთოთ. მოდი გავაკეთოთ და ვნახოთ. ცოტა დამაბნეველია აქედან გამოსვლა, მაგრამ აი გაჩვენებთ და ან იქედან შედით, საიდანაც შევქმენით და იქვე შეცვალეთ. ან აქედან გავაკეთებთ ამას და აი ეს ღილაკი არ უნდა დავკარგოთ, აი ეს დახურვის ღილაკი ხშირად არ ჩანს ხოლმე ფერების გამო და აი აქ ესე იგი დავუშვათ. დავაწეროთ ამას სტარტერი. აი ასე ხედავთ ხო როგორ შევცვალეთ ეს ყველაფერი. ზუსტად ასევე დავივლით და ყველაფერს შევცვლით. დავუშვათ $, არ გვინდა და გვინდა ლარი, აი აქ custom-ში შევცვლით და დავწერთ ლარის ნიშანს. აი ასე. publish-ს გავაკეთებთ. და აი აქ ზედა მარჯვენა კუთხეში, აი ეს არის ის ღილაკი, რომელიც ხშირად რატომღაც, რა ვიცი, არ ჩანს, შეიძლება გამოასწორეს, მაგრამ ზოგჯერ აბნევს ხოლმე ადამიანს და აქედან გამოსვლა, მერე პრობლემატურია რა.
ესე იგი, ამას გავთიშავთ. აქ უკვე შეცვლილი დაემატება ჩვენთან. ეხლა გვინდა დავუშვათ აი ეს ვარიანტი, რომ შევცვალოთ წითელი. აქაც იგივე ვაკეთებთ, edit templates დავკლიკავთ, აი ასე. ესე იგი, ესეც აქაც შევედით. აქაც დავუშვათ ესე შევცვალოთ და დავაწეროთ სტარტერი. აი აქ heading-ში შევალთ. სტარტერი. ფასის განყოფილებაში გადავალთ და აი აქ არის ვალუტა ჩამოთვლილი და ჩვენ შემთხვევაში custom ავირჩიოთ იმისთვის, რომ დავსვათ ლარის ნიშანი. აი ესე დავსვამთ და აქ იქნება ლარის ნიშანი და დავუშვათ ფასიც თვითონ შევცვალოთ 29 კი არ იყოს დავუშვათ 50 რაღაც არ ვიცი. აი ესე იყოს. დავასეიროთ. აი ეს ღილაკი აქ არის. ალბათ თუ ჩანს, აი ასე ეს ღილაკი. დავკლიკავთ, გავთიშავთ და კი ბატონო დავუბრუნდით ამ ჩვენ ძირითად სამართავ პანელს და შევამოწმოთ. აი ასე. და გვაქვს ესე იგი, როგორც ვაკეთებდით, ანუ ეს გაქართულება ყველაფერი ვნახეთ და გადართვა ყველაფერი მუშაობს. სულ ეს არის.